ბოლო პერიოდია ძალიან აქტუალურია საქართველოში და მთელ მსოფლიოში მსგავსი თერაპიული კურსები. რა არის ამის მიზეზი? იმიტომ რომ თითქოს მთელმა მსოფლიომ ერთად მოვილაპარაკეთ, რომ ჩვენ გვაქვს პრობლემა და ეს პრობლემა უნდა გამოვასწოროთ. რა არის ამის მიზეზი? Это, наверное, эволюция. ეს არის ევოლუცია. ჩვენ განსხვავდებით ჩვენი მშობლებისგან. მართალია ისინი უფრო გამოცდილები და ბრძენები არიან, მაგრამ მეტად შეზღუდულები ტრადიციებით და წესებით, რომელსაც ბრმად მიყვებიან. ჩვენ ვგრძნობთ, რომ თავისუფლება რაღაც სხვა არის. ჩვენი გზები განსხვავდება ჩვენი წინაპრებისგან და მშობლებისგან. ისინი იტანდნენ და ითმენდნენ იმას, რაც ჩვენთვის წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ ვეძებთ ახალ გზებს, რისთვისაც უნდა გავერთიანდეთ. როგორც სერიალები, თეატრები, ვლოგები და ბლოგები, ასევე ჯგუფური თერაპიების პოპულარობა არის ინტერესი გავიგოთ, როგორც ცხოვრობენ სხვა ადამიანები. ჰოლოტროპული სუნთქვა არის საკუთარი თავის შეცნობა, სხვა ადამიანების მეშვეობით. ჩვენ აქ ერთად ვსუნთქავთ და ერთად განვიცდით საკუთარ ცხოვრებას. ნელ-ნელა ვაცნობიერებთ, რომ რაც აქამდე მხოლოდ ჩვენი პრობლემა გვეგონა, სხვებსაც იგივე აწუხებთ. ის, რაც ჩვენი იდენტობის და ხასიათის გამომხატველი ნიშან-თვისება გვეგონა, შეიძლება ნერვოზი აღმოჩნდეს. მიზეზი, რატომაც მოდიან ადამიანები მსგავს თერაპიებზე, არის განცდა, რომ არ ცხოვრობენ საკუთარი ცხოვრებით და უნდათ იპოვონ სიმართლე. ასე რომ, თუ მზად ხართ დათმოთ ხასიათის დეფექტები, ძველი ღირებულებები და აღმოაჩინოთ თქვენი ნამდვილი თავი, მსგავსი გასვლითი ჯგუფური თერაპიები თქვენთვისაა. დავუბრუნდებით თქვენს კითხვას და გეტყვით, რომ ყოველთვის ასე იყო, ადრეც და ახლაც, მაგრამ ევოლუციურად ჩვენ თაობას კიდევ უფრო გაუმძაფრდა მისწრაფება პიროვნული ზრდისკენ და თვითგანვითარებისკენ. ალბათ ჩვენი შვილებიც კიდევ უფრო მონდომებულები და აქტიურები იქნებიან. ამ ბოლო დროს ტრენდული გახდა ფრაზა გიყვარდეს საკუთარი თავი. ერთი კოუჩის რჩევით აიმანზეც წავედი საკუთარ თავთან. მაინტერესებს, რატომ არ გვიყვარს ადამიანებს საკუთარი თავი და რატომ გჭირდება თავიდან შეყვარება. Любовь к себе – это внимание, это доверие к вниманию к себе. შენი თავის სიყვარულია, როცა ყურადღებით ებყრობი და ენდობი საკუთარ თავს, როცა გულწრფელად უსმენ, ფიქრობ და ხვდები შენთვის უკეთესი რა იქნება, უნდა აფასებდე საკუთარ აზრს და ეძებდე კარგად გახდომის გზებს. პატივი უნდა ვცეთ ჩვენ სურვილებს და დავიკმაყოფილოთ საჭიროებები, იმისთვის რომ განვიცადოთ სიხარული და სიყვარული. თუ მხოლოდ სხვების სურვილებს შევასრულებთ, რაც არ უნდა კეთილსაქმედ გვეჩვენებოდეს, გახსოვდეთ, რომ სხვა ადამიანების საჭიროებების დაკმაყოფილება გვაშორებს საკუთარ თავს. როდესაც დასვენება გჭირდება და მთელ ენერგიას სამსახურში და ოჯახში ზრუნვისთვის მიმართავ, ამ ფორმით ვაიგნორებთ გულწრფელ სურვილებს და გამოდის, რომ ჩვენი თავი არ გვიყვარს. არ მოგწონს საკუთარი თავი და მოგწონს მხოლოდ მაშინ, როცა სხვებს ვეხმარებით. გამოდის, რომ მე ვიყენებ სხვა ადამიანებს იმისთვის, რომ მოვიწონოს საკუთარი თავი. ამ დროს თავს ვიტყუებთ და ვიფიტებით. უნდა დავისახოთ ისეთი მიზნები, რომლის მიღწევაც სიამონებას და სიხარულს მოგვიტანს და არა იმედგაცრუებას. როცა მიზნის მიღწევა არ გვაბედნიერებს, გამოდის, რომ ცრუ გზას მივყვებით. ეს კი გაქცევის ცდილობაა, რომელიც მხოლოდ ნერვულ აშლილობასთან მიგვიყვანს. როცა საკუთარი თავი არ მიყვარს, სხვა ადამიანების გარემოცვაში ვიკრიბები და ნეგატიური ემოციებისგან ვიხრჩობი. ასე დროს აუცილებლად გექნება ბრაზი მათ მიმართ და ყოველთვის ხვებს დააბრალებს საკუთარ უბედურებას. პატივი უნდა ვცეთ და გვიყვარდეს საკუთარი თავი, რადგან მხოლოდ მაშინ შეგვიძლია გვიყვარდეს ჩვენი პარტნიორები ნამდვილი სიყვარულით. როცა თქვენ ჯგუფთან მუშაობთ, თქვენ მეთოდში არის ბევრი იუმორი. არის მომენტები, როცა ადამიანებს საკუთარ პრობლემებზე და ტრაუმებზე ეცინებათ. როგორ განვასხვავოთ ჯანსაღი იუმორი არაჯანსაღისგან და საერთოდ იუმორის დანიშნულება რა არის? В определенных дозах юмор – мощное средство сбрасывания агрессии. გარკვეული დოზით იუმორი კარგი საშუალებაა აგრესიისგან დასაცლელად. როდესაც ადამიანი ბრაზდება და არ გამოხატავს ბრაზს, თავშეკავების ხარჯზე კუნთებში დაძაბულობა მატულობს და ამ დროს სიცილი გვეხმარება ნეგატიური ენერგიის გამოთავისუფლებაში. სხეულის ვიბრაცია არის ამის მიზეზი. ჩვენ ვდუნდებით და მომენტალურად გვგრძნობთ ჩვებას. ასეთი ფორმით ვეხმარებით საკუთარ თავს გადარჩენაში. პრობლემაზე გაცინების უნარი ხსნის დაძაბულობას და ამ პრობლემის კრიტიკული თვალით დანახვის შესაძლებლობას გვაძლევს. მაგრამ სიცილის დროსაც უნდა შეგვეძლოს შეჩერება და რეალური საფრთხისთვის თვალის გასწორება, იმისთვის რომ არ გავაუფასუროთ მოსალოდნელი საფრთხე და შეგვეძლოს მისი გადაჭრა. ასე რომ სიცილი ძალიან კარგია, თუ არ გადავაჭარბებთ. ჯანსაღია იუმორი, როცა არ აზიანებს სხვა ადამიანს და არ აუფასურებს საკუთარ თავს. როდესაც ადამიანი საკუთარ თავს დასცინის, ეს არის თავდაცვის ფსიქოლოგიური მექანიზმი. შენ გეშინია არ დაგცინო და ამას თავად აკეთებ. როგორც წესი, ამ ქცევას სიტუაციაზე კონტროლის განცდა მოაქვს.
იუმორმა შეიძლება ოჯახი მოსალოდნელი კონფლიქტისგან იხსნას, რადგან არსებობს თემები, რომლის განხილვაც იწვევს დაძაბულობას, ბრაზს და წყენას. ასეთ დროს თუ ერთ ადამიანს მაინც შესწევს უნარი სხვა გააცინოს, მაშინ შეუძლია ერთად იცინოს სიტუაციის განმუხტვის მიზნით და ეს შესანიშნავია. თუმცა არსებობს ტაბუირებული თემები, რომლებზეც სიცილი არ შეიძლება, ეს კი იმის მანიშნებელია, რომ გავლენის ქვეშ ვარ და ეს თემები გუმართავენ ჩვენ და არა პირიქით. დღევანდელ რიცხვიც ქვია ჯანმრთელობა, სიყვარული და წარმატება. როგორ ვიყოთ წარმატებულები, ჯანმრთელები და როგორ შევიყვაროთ საკუთარი თავი და გარშემო ადამიანები. Все эти компоненты важны. ყველა ეს კომპონენტი ერთიანად მნიშვნელოვანია. არასწორი იქნება რომელიმე მათგანი გამოვყოთ. თუ თქვენ ხვდებით, რომ ბოლომდე მოცული ხართ თქვენი საყვარელი ადამიანის ცხოვრებით და საქმეებით, მთელ თქვენს ენერგიას, რესურსს მოახმართ მას და დასვენებისთვის დრო არ გრჩებათ, გამოდის, რომ ეს ურთიერთობა ნეგატიურად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. ამ დროს მნიშვნელოვანია ბალანსი და ამ სფეროების თანაბრად გადანაწილება. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? დავაკვირდეთ და ყურადღება მივაქციოთ საკუთარ შეგრძნებებს და უბრალოდ ვიყოთ ის, ვინც ვართ სინამდვილეში. სიყვარული, ჯანმრთელობა და წარმატება შეგრძნებებია. დააკვირდით თქვენს სხეულს, თუ მოგწონთ მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებით, ესე იგი თქვენ სწორად ცხოვრობთ. თუ თქვენ გრძნობთ დისკომფორტს, რაც არ უნდა კეთილი და მართალი გეგონოთ თავი, თუ თქვენი ცხოვრება ტანჯვას გავს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ჯერ კიდევ ბავშვი ხართ, უსუსური და დაუცველი ბავშვი, რომელსაც არ შეუძლია იზრუნოს საკუთარ თავზე და მას დახმარება სჭირდება. ის ეძებს გადამრჩენელს, გამოდის, რომ თქვენ მოლოდინში ცხოვრობთ, ელოდებით, რომ ვინმე მოვა და გადაგარჩენთ და თუ ეს მართლა მოხდება, თქვენ შეიძლება გადაგარჩინონ, მაგრამ არ მოგცენ გამოჯანმრთელების შესაძლებლობა. ყოველთვის იქონიეთ საკუთარი აზრი და პატივიეცით მას. აიღეთ პასუხისგებლობა საკუთარ გრძნობებზე. თუ ვინმე გეუბნებათ, რომ ცუდად ყოფნა ნორმალურია, თქვენ უნდა გაგაჩნდეთ საკუთარი აზრი, რომ მას შეეწინააღმდეგოთ. შეიძლება სხვაც აწყობდეს თქვენი ცუდად ყოფნა, მაგრამ მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ეს შეაფასოთ. მოусმინეთ საკუთარ თავს და სხეულს. ნებისმიერი ტკივილის უკან იმალება თქვენი გულწრფელი და უარყოფილი საჭიროებები. დააკვირდით, როგორ პოზაში ზიხართ. თუ თავს არ გძნობთ კომფორტულად, დაფიქრდით. იქნებ ბავშვობაში გასწავლეს, რომ ეს ჯდომის სწორი მანერაა. ასე რომ მოირგეთ თქვენთვის კომფორტული პოზა და გახსოვდეთ, ჩვენ ყოველთვის გვაქვს არჩევანი გავაკეთოთ ის, რაც გვინდა, თუნდაც ამ დროს გამოვიყურებოდეთ სასაცილოდ. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი თავი და თქვენი ჯანმრთელობა, ისევე, როგორც შეგვიძლია თავი მოვაჩვენოთ სხვებს, რომ ვართ კეთილები, წარმატებულები, სამაგალითო ადამიანები და ამას შევწიროთ ჯანმრთელობა და ჩვენი გულწრფელი საჭიროებები.